გამარჯობათ მეგობრებო, გიბრუნდებით პოდკასტით. ეს არის რაც არის. დღეს ჩვენი ლაპარაკის საკითხი იქნება მიწის ძვრები. კატ. თავიდან. ჩვენი საუბრის თემა იქნება. რა ჩვენი ლაპარაკის თემა და ბეჟაობის კაცო. აი ხუცე რა ცოტა რა ამდენი წელი დაბერდი უკვე ამ სფეროში რა ლაპარაკი 3 2 1 დუბლი 2 წავიდა გამარჯობათ მეგობრებო გამარჯობა გიბრუნდებით ჩვენი პოდკასტით დღეს ვისაუბრეთ მიწის ძვრებზე ხო სორია დღეს ვისაუბრეთ მიწის ძვრებზე მიწის ძვრებზე ვისაუბრებთ დღეს არ ვიცი გაბრიელმა ეს თემა რატო არჩია მეგობრებო მაგრამ მე აქ ახლა რაღაცებს ვუყურებ და საშიში რაღაცეებია მოკლედ რა და საერთოდ მოგივიდა თავში აზრად მიწის ძვრებზე ლაპარაკი ჩემ ძრობას ბუნების გაკვეთილი მქონდა მიწის ძვრაზე და კარგად რადგან ვისწავლი მინდა რომ ელაპარაკა აბა რა ისწავლე მოდი ჯერ გითხარი მე ამასობაში გავამზადებ რაიმე მოგიყვა გაკვეთილი არა ნუ მიწის ძვრა რანაირად ხდება ტექტონიკური ფილების მოდი მოგიყვებით მიწის ძვრა შეიძლება იმ შემთხვევაში წარმოიქმნეს თუ ლითოსფეროები ერთმანეთს შეეჯახება. ამის გამო შეიძლება წარმოიქმნეს მიწის ძვრა. ასევე მეცნიერები რომ მიხვდნენ მიწის ძვრა იქნება თუ არა, ისინი იყენებენ მოიცა ახლა ვაგეტყვით საისმოგრაფიას გამახსენდა. საისმოგრაფიას იყენებენ. მოდი ამასობაში გავუშვათ ძალიან საშინელი მიწის ძვრის კადრები გავაძრე. ნახოთ ეს არის 2025 წელს მომხდარი მიწის ძვრა. ოჰოჰოჰოჰო. მაგარი ბაბასილი მიწის ძვრა ვნახეთ, რა ჩემო. კი, ეს სად? არ წერია სად, მაგრამ და ასევე ხშირად მიწის ძვრები სადაც დააპაუზა. ხშირად მიწის ძვრები ხდება თურქეთში. სხვადასხვა თურქეთში. მიწის ძვრებმა შეიძლება გამოიწვიოს ცუნამი. ხო იცით რა არის ცუნამი? ძალიან დიდი ტალღები. მოდი აბა ცუნამიც ვნახოთ ახლა რა ხან ცუნამამდე მივედით. ჩინეთში ცუნამი ჩაწერა. შენი საუბარი შენთვის და ასევე საისმოგრაფიას ბერძნულად ეძახიან რყევას. So. მორჩი მეგობრებო. 5.6 მილიონი ნახვა ბიჭო ამ ვიდეოს. გაუშვათ ოპანცუ Oh my god, ნაცუ. მოკლედ მეგობრებო, მე არ ვიცი ხა მr გაბრიელს მორჩი? მოიცა კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი. მიწის ძვრებმა შეიძლება გამოიწვიონ კორპუსების დატოვა და ქალაქების დაშლა, მეგობრებო. აი თურქეთში გახსოვთ? ძალიან ცუდი მიწის ძვრა რომ მოხდა? რომ დაინგრა კორპუსები, ქალაქები რომ დაინგრა და საცოდავი ბავშვები რო იყვნენ გაჭედილები კორპუსებში. ქუეკე წერება ქუქუ. თურქი. კი. ტუტკი. ნახე რომ ხელა ოჰ.
კატასტროფაა. მოკლედ ვთქვი გიზო ცხოვრობთ, რა შემოგაბრიელ რა. რა, იცი? ნახე, საქართველოს სეისმურად არის ურთულეს ადგილას იმყოფება. კავკასიის ქედი, ზოგადად კავკასიის ქედი არის რთული მდებარეობა გვაქვს გეოლოგიურად, სულ არის ძვრები. მიწისქვეშა რყევები საქართველოში გამუდმებით არის განსაკუთრებით აი დმანისის მხარეს, იგი ზედა სოფლებში, გომარეთი და ესენი ისინი როა რა. ხო და შენ თუ გიგრძნია რაიმე ისეთი ყველაზე მოშინ მიწისძვრა, თუ მიწისძვრა გახსოვს? შეწრებული. კი, ერთი მიწისძვრა მახსოვს. ოღონდ ძალიან ძლიერი მიწისძვრა არ იყო. მე და დედაჩემი ერთად ვიყავით და მე გაკვეთილებს ხო ვაკეთებდი. შეინჯღრა ესე მაგიდა. დედაჩემს მესაჯანდობაში ვიგდე. აუ, იქ ხო არა, ბიჭო, ლოჩში. სავარძელში რო ვიჯექი და ტელეფონში რო ვიყავი და დედა შენი რო აუ, სახში პანიკა აწეული გარბია გამოგინა და მე ვსკროლავ და ვა, მიწისძვრა იყო ხო რა იყო რა. ბიჭო, ჩემს ახლა ადრენალინია. არ მეშინ, იცი როგორ, ანუ ისეთი შიში არა მაქვს მიწისძვრა, ისეთ პანიკაში ჩავარდე რომ იმ დროს უნდა შეგეშინდოს თუ აი ძალიან ძლიერი ის არის. მიწისძვრა. აი ძალიან შეანჯღრებს ყველაფერს. თუ კორპუსში აჯღრებს თელი სისწრაფით, სასწრაფო უნდა ჩახვიდე ქვევით. რა იცი მიწისძვრის შესახებ, სად უნდა შეაფარო თავი, რას უნდა შეაფარო თავი. გაქვს მაგის პირველად ინსტრუქტაჟი სკოლაში ვსწავლებიათ? მაგიდის ქვეშ? მაგიდის ქვეშ ხო რა, მე მგონია რომ მიცედა. ბიჭო, აი ეს ამხელა სინკარი როა გავარვარებული ჩემ თავზე. ამა როგორ უნდა დამიცას, ახლა მე რომ მაგიდის ქვეშ შევძრებითო. განა მაგიდა. ჩატყდება მაგიდა. დამაპარესავს მაგიდიანად ზემოდან. ეგრევე მაგიდა ფიცრები ხე რა, კუბოში ვარ. კიდე ამბობენ აბაზანაშიო. აბაზანა და ტუალეტი რატო იცი? რატო? ნახე როგორ არის, აი ხა ჩვენ კორპუს ხო აქ საყრდენი. ნახე ეს არის კორპუსი. ეს არის კედლები. ამ კედლებზე ხო სინკარებია, ხა ჩვენ ჩეხური პროექტი რო არის, ეს ხო სინკარებია, ნახეთ ეს არის სინკარები, ხო? და სინკარი, აი განა უბრალოდ აკადებს. აი ეს არის კედლის სისქე ჩათვალე. განა უბრალოდ ესე კი არ არის ჩამოდებული, გადაფარებულია, მაგრამ აი ძალიან უნდა აჯანჭყაროს, რომ აი ეს წამოვიდეს და მერე ჩამოვარდეს. ეს სინკარი იცი რამ ხელაზე გადადის? 15-25 სანტიმეტრით გადადის საყრდენ კედელზე. ზემოდან ადევს. განა უბრალოდ პირი აქვს ჩამოდებული, აი ესე ადევს. და ეს კორპუსები ასაწყობი ჩვენ ჩეხურები ნაკლებად რისკი აქვს იმისა, რომ დაინგრეს. ან დაიშალოს, იმიტომ რომ იმდენად ისე არის აწყობილი, რომ კარგად ადევს რა და ვანა და ტუალეტი არის კაფსულასავით. აი ჩვენი ტუალეტი ხო ახლა მაგალითად ჩათვალე მართლა კაფსულა. და ასევე იცი რა? ვანაც, იმიტომ რომ მთლიანად გადაფარებულია სინკარი. ბები? მთლიანად და იქ რამე რომ ჩამოვარდეს და გეცეს, გამორიცხულია, მაგისგან დაცული ხარ. თუმცა აუ, მაინც საშიშია. ისე ცოტა შანსია რომ ეს კორპუსი დაინგრეს, იმიტომ რომ ერთი ძალიან დიდი კორპუსია ერთად შეერთებული და რომ ჩამოინგრეს. ხო, არა, შანსი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კორპუსებს 2001-ში თუ არ ვცდები, ან 2002-ში კაი 7 ბალიანი მიწისძვრას გაუძლო. ნუ შენ კი არა ქეთო და არც არავინ არ იყო დაბადებული მაშინ. მე და შენ დაოჯახებულებიც არ ვიყავით. მე ფეხი მქონდა ნაღრძობი, ძლივს დავდიოდი. და გვერდზე იქეთ კორპუსში ჩემ ძმასთან ვქეიფობდით, მესამე სართულზე ვიყავით და მაგრად დაგვაჯანჭყარა, აი ძალიან დაგვაჯანჭყარა და წარმოვიდგინე ეს ნატკენი ფეხით ყველაზე პირველი აღმოჩნდი. ეზოში ყველაზე პირველი გავუჩიტე, რანაირად ჩავდი, როდის ჩავდი, არ ვიცი, არ მახსოვს. მაგრამ რომ დავგაზე პირველი გავეწრე, ესე შემეშინდა რა, შიშისგან. ხო და თან როგორც იცი, ყველა სვავდა, მე არ სვავდი და ყველაზე ფხიზლად და ადეკვატურად მე აღვიქვი რა, სიძლიერე მიწისძვრის. ხო და ასე რომ იმის მერე ცოტა უფრო ჩავამეყალები და შიშები აღარ მაქვს. ეხლა საერთოდ არ მაინტერესებს, არ მეშინია. უბრალოდ იმის უფრო მეშინია ოჯახს ამე ბავშვებს რამე თორე. ეჯანჭყაროს ამდენიც უნდა. ბევრჯერ რაღაც რომ მიგდა გადავტრიალებული ვარ. წინათ გზნობა თუ ქონია როდეს მე რომ შეიძლება მიწისძვრა იყოს. არა, სიმართლე რო თქვა შენ? მე მქონია. მე მაქვს საოც აი ჩემთვისაც ამოუხსნელი რაღაც მემართება მიწისძვრამდე. მე მქონია მომენტები ჩემი ცხონებული გარდაცვლილი ძმაკაცისთვის, რომ მომენტი რომ მithქვამს, რომ აუ ამაღამ მაგარ დაგვაბაბანებს და მაგარი მიწისძვრა იყო შუაღამისას დაურეკია და შტაგამ ენაზე შენი რამ გათქმევინო ისეთ მაგარ მომწონდა დააბაბანა. არის ეთყობა ეს რაღაცა გვაქვს, მე ზოგადად ძლიერი ინტუიცია მაქვს, აი გაბრიელმა რამდენჯერმე გამოსცადა უკვე და ეს არის რა ქვია, წინ იყურე კამერაში გაანები მოგავთიშო? არა. იქ უნდა იყურო, იქ. ვიცი ხო? შემოთ მართლა გავთიშო. კიდე ქარბონ ბალაზე ვილაპარაკოთ.
ქარბურბალაზე? ხო, ქარბურბალას ძალიან საინტერესოა. ხო და მოკლედ ვიცნობ ხოლმე რაღაცებს. კაი, ნახოთ ქარბურბალას რა ქვია ინგლისურად? ტორნადო. ტორნადო. ო, ძალიან ძლიერი და საშიში ტორნადოებია. ტორნადო ქვია. კაი. გაუშვათ ტორნადო. მოდი შევთვით. მოდი. ტორნადოებისგან დაცულები ვართ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ. კი. თუმცა კახეთში იყო შარშან გელათის მონასტერის ჯვარი და გუმბათი რომ მოაწერო ვაფშე მთლიანად. ახლა კი, დიდი ტორნადო იყო ძალიან საერთოდ. ტორნადო საერთოდ ხო არის როგორ წარმოიქმნება? როგორ ჩნდება? ტორნადო არის წყლისა და მტვრის ისა ჰაიქარის ნაზავი ტორნადო. მე ესე ვიცი. არსებობს კიდე ტაიფუნი, თუ ერთ იგივეა, რა ვიცი. მოკლედ არის რომელიც ხმელეთზე წარმოიშობა. ხმელეთზე ქარბურბალა რომელიც არის, მგონი ეგ არის ტაიფუნი. მიწის და ჰაიქარის ნაერთია. და ტორნადო არის თუ პირიქით ტაიფუნია წყლის და ჰაერის. ნუ მოკლედ ტაიფუნია მე მგონი წყლის. ხო. ნუ ქარბურბალაა, მაგრამ აი ამას წინ რო იყო. მე რო кайფობდი, ძროხები რო დაფრინავდნენ ინდოეთში და რა. ამები და შენ რო ვაკაივოთ, მე და შენ რო ვიცინებთ, кайფობდი. ეგეთებიც მოხდა. თუმცა მადლობა ღმერთ საქართველოში ერთადერთი რაც საფრთხეს უქმნეს სეისმურად ეს არის მიწისძვრა. ვულკანური ზონები გვაქვს, მაგრამ ჩამქრალია და ძლიერი არ არის, ტორნადო და ქარიშხალები და ქარბურბალები ჩვენთვის არ არის საფრთხის წარმოქმნის, რა ქვია, საფრთხეს არ გვიქმნეს, მაგრამ მიწისძვრები იცოცხლე. საქართველოში მიწისძვრა სულ არის. ვერ ვძნობთ ხოლმე. ესე იგი ტორნადოს წარმოქმნაზე არის არაფერი ჯერ? ჯერჯერობით არა, ალბათ ვისწავლით მე-6 კლასში ან როდესაც ვისწავლით ალბათ. იმუშაობდი ისეთ სამსახურებში, არის სამსახურები, სადაც აი ძალიან ძლიერ მანქანაში დაგსვავენ, საგიყვანი ტორნადოს ანახლა. ანუ ისეთი მანქანაა, ჩაჯდები, მე რკინებს ჩაარჭერს მიწაში, ეშე. ჟოგოშ? ეშე? ესე დადგება ძალიან მყარა და მე ტორნადო ვეღარ იწევს ესე. ხო და ისა ეგეთ საიდი სიამოვნებით ვიმუშაობდი ეგეთ სამსახურში. მაგრამ ძალიან საშია. აუ, საშია არის, მაგრამ მე ზოგადად ადრენალინი როა ეგეთ სამსახური მოვასება რა. აი ესეთ ოთახში, ოფისში რო $20,000 დამემიშნო, რავი, დავითრგუნები არ მოყვარს რა. უნდა გავიდე, უნდა ვემოძრაო. არის ესეთი სამსახური კიდე მიწისძვრის შემსწავლელები. ბალებით იზომება, რამდენ ბალიანია შკალებით. ანუ 11 ბალი არის ყველაზე ბევრი, ხო? 11 ბალი მე მგონი იმის დროს, პომპეის დროს 8 ნახევარი დაფიქსირდა ეს ბეზუიმ რო ამოხეთქა. მე მგონი აქ ხელმიწისძვრა დედამიწის ისტორიაში არ ახსოვს რა. მაგრამ არის ესეთი სამსახური კორპუსები რო შენდება კორპუსების თავზე ამაგრებენ სპეციალური მოწყობილობას რომელიც ძალიან ძლიერ ვიბრაციებს იწვევს და ტიპები ბოლო სართულზე ზიან და ბოლო სართულზე შეერთებულებ კომპიუტერი რაღაც მოწყობილობები რაღაცები და აი ამ რყევებს აკვირდებიან ბიჭო ძალიან სერიოზული ვიბრაციებს აი ეს ეკანა მაგვიდეოს უცი სეისმოგრაფია რა არის მამი ეს ერთი დიდი რკინაა და შავი მელანით ესე როდესაც აი ძალიან გადიდება ესე აი ხაზები ესე ტეხილი ხაზები მაგ შემთხვევაში მიხვდება ადამიანი მიწისძვრა იქნება თუ არა თუ დაბალია ან მაგალითად პატარა ტეხილი გზა არის მაშინ ისე რა მიწისძვრა არის მაგრამ თუ საერთოდ არ არის ისე უბრალოდ ხაზია მაშინ არა მიწისძვრა მიხვდი გამოგარია მე იმიტომ გეუბნები გეოგრაფია ესე და ზოგადად ბიოლოგია რომ მოგწონს და ზოგადად შემეცნებითი დედამიწის შემსწავლელი რაღაცეები ეგ არის ძალიან მაგარი ხედავ ჩემი შემიძლია კიდე კოსმოსზე ვთქვა რაღაცეები ძალიან ყველაფერს ნომერად მოვედებით კაი კოსმოსზე მე რო ველაპარაკ მათ თუ რამის მაგინეთ თქვი გისმენთ აუდიტორია is yours დავარ გავუშვ რა შეიძლება 1979 წელს 12 ივლისს აპოლო გაუშვეს მთვარეზე მე თენავინე პილოტები უნდა იყო ხო არის დავით ოლდგრინი კიდე აუ Armstrong-ი სახელი დამავიწყდა. კი, ვინც არის? Armstrong-ი და კიდე Michael
Michael შუბითიძე. არა. ჩემი ბაბუა იყო. აი, ვიცი იყო, მე რა შეისწავლეს? მან ანუ ნახე ზედაპირზე დაჭნენ? არა. წაიღეს ამერიკის დროშა და ქვები აიღეს კიდე. თვარიდან ქვები და როდესაც ჩავიდნენ დედამიწაზე შეისწავლეს, როდესაც დაბრუნდნენ შეისწავლეს ეს ქვები, დიახ. შენ იცი რომ მაგას საუკუნის აფიგურას ეძახიან, იმიტომ რომ რეალურად არ დამჭდა რა ადამიანი მთვარეზე. მართლა? და დადგმული იყო ესეთი რეჟისორი არსებობს, Francis Ford Coppola, ან Ryan De Palma აღიარებს რომ პავილიონში მე დავდგიო ეგ სცენა, მე ვიყავი რეჟისორის მთვარეზე დაჯდომის ზღაპარიაო რა, ფედერალებმა დაგვავალესო. მართლა გეუბნები, ეგ არის ვიდეო, არსებობს ვიდეო, სადაც ჩრდილები არ უნდა იცემოდეს ისე, ანუ ადამიანის ჩრდილი ისე არ უნდა იცემოდეს, როგორც ეცემა ვიდეოში. შენ ახლა კრიტიკოსებს რამეს გამოაპარებ, ვერ გამოაპარებ. მოკლედ მე ძალიან მიხარია რომ შენ ესე აწობი სამყაროს შემეცემით რაღაცებს. ჩემმა შრომა, აი ის თესლიაც ჩავაგდე, ნაყოფს იღებს ნელ-ნელა. დაბად პატარაობიდან ჩემთან ერთად დავატარებ და სულ რაღაც შემეცნებით და სამყაროს შესაცნობ რაღაც მოგზაურობებში დამყავს და ამიტომაც გამოიწვია ამან ინტერესი ის რომ ესე აწობი გეოგრაფიას. ბუნებას. ნუ გეოგრაფიას დაგემატება. შენ ცირით იკაიფებ, მაგრამ აი უკვე რუკები რო დაგემატება. რუკები. რუკა ხო, ნუ რუკა. რუკა. რო დაგემატება და აი ეს კონტინენტების და მსგავსი რაღაცების შესწორება. ჯერ იქ არა ხარ, რამდენი ის არის კონტინენტია? 7. უკვე იგიცი? ოკეანე რამდენია? აჰო, 5. ჩამოთვალოთ აბა, წყნარი ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ოკეანოლოვანი ოკეანე, ხო, ატლანტიკის ოკეანე და მოჩამგონი. ანტარქტიდა. ანტარქტიდა კონტინენტია. მეგონი 4 ოკეანეა რა? ხო, არ ვიცით. აბა თქვენ დაწერთ კომენტარებში ჩვენ ცოტა. და რაღაცა წყნარი ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოყინულოვანი ოკეანე, ატლანტიკის ოკეანე და ინდოეთის ოკეანე ხო თქვი? ხო და ბაზალეთის ოკეანე. ბაზალეთის კაია. მოკლედ რა ვიცი, ესე იგი მიწისძვრები სხვათა შორის ადამიანები აკვიატებულად რამეზე რომ ლაპარაკობენ, მე ეს ხდება ხოლმე და მიწისძვრა გაგცხობს შემთხვევით. კი, ყველაფერი ჩამოგათვლევინა მიწისძვრამ. კონტინენტები, ზღვები. მოკლედ დღევანდელი ჩვენი გაკვეთილით ვისწავლეთ ის რომ საშიშია მიწისძვრა, კოსმოსში რა მოხდა, ვინები წავიდნენ, ასევე კიდე ტორნადოზე ვისაუბრეთ და კიდე კონტინენტებზე და ზღვებზე. მოდი იცი რას ვიზო, კოსმოსზე უფრო მეტი ვისაუბროთ მომდევნო პოდკასტში რომელიმეში და მე ვიყიდი ეს გლობუსს და გლობუსთან შუაში კოსმოსთან და ვიყიდი ხომალდს. იმ ხომალდში მე და შენ ჩავჯდეთ. კაი. რაღაც სივრცე მოწყ. არა, იცი რა ვქნათ? ძალიან გვიან ღამით წავიდეთ ისეთ ადგილას, სადაც უკან ხედი გვექნება ძალიან ღია სივრცე იმის ცის ხედით. და იქ ტელესკოპი რო ქონოდა რა მაგარი რამადა. ანუ ტელესკოპი მქონდა, არც ერთი არ ითამაშე და გავყიდი ან გავაჩუქე. რანაირად უნდა მეთამაშე, მამი, ღამე წავსულიყავით, სადაც ბევრი ვარსკვლავები გამოჩნდებოდა და შეგვიხედა რა მაგარი იქნებოდა. რა იქნება ტელესკოპის სტუდიაში. მოკლედ დავგეგმოთ ეგეთი პოდკასტი, სადაც კოსმოსზე ვისაუბრებთ. კიდევ გვაქვს ერთი პოდკასტი იდეაში მარანაში რო ჩავალთ, ეს იქნება შუაღამისას სასაფლაოზე. არც მე არ მეშინია, არც გაბრიელს არ ეშინია. We are Braves. რა არის ასეში მაგაში? არ ვიცი, მეც არ ვიცი რა, ეს ეშინია თან სასაფლაოზე. განათებებს წავიღებთ და მაგარ სერიოზულ მისტიურ ამბებს მოყვები ისეთი რომ ესე შეიძლება სასაფლაოზე? კონსულები გარანტირებულია, რა შეიძლება? მე მგონი არ შეიძლება ესე რაღაცების მიტანა სასაფლაოზე, შეიძლება არ ვიცი. არავინ არ გიგრძელავს არაფერს, ასულელია. ჩემი დის საფლაოზე მივალ და იქ დავჭდები და არაფერს. Disrespect. ნახოთ გამოიწვიეთ შიში და ადრენცულა ნალინცულა. აი. და ნახოთ როგორი რეაქციები ექნება ხალხს. დიახ, ძალიან მაგარი პოდკასტი იქნება. მარანაში როგორც კი მოხვდებით, შუაღამის ექსპრესის სასაფლაოზე. Yeah. ორი უშიშარი. მამაცულა და შვილი. თუ ნინის არ შეეშინება, ნინის წამოვიყვანოთ. არა, ნინი დაეხაემებს, ვერ გაურისკაობ, შენ ჭირმე, მე ჩემ შულზე ატვე ჩაივარდა, სხვა. მოკლედ ასე მეგობრებო, მიწისძვრებზე ვისაუბროთ, ვიდეოებიც ნახეთ და დღეს ამას იგი თქვენ იცით რომ საქართველოს არ ემუქრება ვულკანი,
არ ემუქრება ტაიფუნი, ტორნადო და მსგავსი რამეები, თუმცა მიწისძვრის მიმართ საქართველოს სერიოზულად ესეთი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს, რომ მუდმივად სეისმურად აქტიურ ზონაში ვართ, ასე რომ ამას ვერ გავიქცევით, თუმცა მადლობა ღმერთს. არ ხდება ისეთი რაღაცები, როგორიც თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთში ყოველ წელს ხდება. ამას არა ერთხელ. წესით ყველა ქვეყანაში უნდა ხდებოდეს ხო მიწისძვრა თუ არა? აი მაგალითად მიწისძვრები რუსეთში არ ხდება, იმიტომ რომ რუსეთი მთლიანად წყალზე დგას. და საერთოდ არ იციან იაპონელებმა და ჩინელებმა რა არის მიწისძვრა. მართლა როგორ არიციან? ეს ირონია, მაგათან არის თუ არის, ბიჭო. მაგათან არის გაბრიელი თუ არის, მაგათ იმენა აი ესე აჯანჭყარებს. ეგენი როგორ იცი? იაპონია და ჩინეთი? ისა გასაბერ ბალიშებზე დგანან ტიპები, პადუშკებს ეძახიან და გორგოლაჭებზე, რომ უკვე სიგიჟეებს იგონებენ იმის გამო, რომ მიწისძვრამ ამე არ დაანგრიოს. არის ესეთი შენობა ტაიპეი 101. უზარმაზარი ცათაბჯენია და ტაიპეი 101-ის ცენტრში ჩაშობულია დიდი ბურთულა, სფერო და მიწისძვრის დროს სფერო საპირისპირო მხარეს მიდის და ის შენობა არ ინგრევა, ძალიან წვრილია და მაღალია. მოკლედ საინტერესო თემას კიდე შევეხებით რა, ახლა შორს აგვიყვანთ. ტაიპეი 101-ზე საუბარი. დიდი მადლობა საინტერესო რესპონდენტი იყავი და მე ხარია რომ გეოგრაფიას თუ რასაწვევი? ბუნებას. გეოგრაფიასაც მივაწვევი რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ბუნებას. მაგრამ თაწვევი. სულათიანები მაგ. 2 1 Finish. აბაძლარაცულა. ახვამის. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ჩვენთვის ყოველ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. დეკადაშობა 83 მარტი.